ოზურგეთის სასპორტო სკოლის ძიუდოისტმა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ ირაკლი დოლიძე ისაუბრებს. ქალაქ გურჯაანში ძიუდოში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. უშეყავად ბრძოლებში 95-94 წლებში დაბადებული 400-მდე ძიუდოისტი იბრძოდა გამარჯვებისათვის. ოზურგეთიდან ტურნირში ოზურგეთის სასპორტო სკოლის 3 აღზევისბელი ასპარეზობდა. ამათგან აღსანიშნავია გურამ მიქატაძის წარმატებული შედეგი, როცა მან 5 შეხვედრის შემდეგ საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ორთაბრძოლაში პირველი საპრიზო ადგილის დაკავება შეძლო. ასევე კარგი ჭიდაობა აჩვენა დავით გოგოტიშვილმა, რომელმაც 26 კილოგრამ წონით კატეგორიაში 2 შეხვედრა მოიგო და როგორც მწვრთნელმა გოჩა ბურჭულაძემ აღნიშნა, ტურნირზე სპეციალისტების ყურადღებაც დაიმსახურა. ოზურგეთის სასპორტო სკოლაში ძიუდო სექცია უკვე 10 წელია ფუნქციონირებს. ამჟამად სპორტის ამ სახეობაში 70-მდე ძიუდოისტი ემზადება, რომლებიც 3 ასაკობრივ ჯგუფად არიან დაყოფილნი. ასეთ სერიოზული შედეგი, როგორც საერთაშორისო ტურნირზე მასშტაბურ შეჯიბრებაში მოპოვებული პირველი ადგილია, ოზურგეთის სპორტის ამ სახეობაში კარგი ხანია არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე გასამგზავრებლად გუნდი ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორმა ბიძინა გობრონიძემ დააფინანსა. ძალიან მაყურებელია შედეგით, ძალიან გადაჭიდა გუგა ბავშვებმა ბავშვობა. ძალიან მაღალდონე შეჯიბრება იყო. ძალიან ბევრი გუნდები იყო ჩამოსული და ძალიან მაყურებელი ვარ. გუგა ძალიან მოჭიდავია და თუ ასე გააგრძელა დიდი სპორტსმენი გამო მისგან. ძალიან მოდუებული შემოყვარები ბავშვია. ასე მინდა აღმოჩნდა დავით გოგოტიშვილის კარგი ჭიდაობა. მასაც კარგად იჭიდაო მან. 5 შეხვედრა ვიჭიდავე და პირველ გურჯაანთან გამიჭირდა და თბილისელთან. აზერბაიჯანი რო შემხდა, იმდენად არ გამჭირებია. ფინალი ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც შევძლიათ პირველი ადგილის აღება. ხვალ ოზურგეთის სპორტის სასახლეში კალათბურთში გურიის რეგიონალური ტურნირის ნახევარფინალები გაიმართება. ეს გახლდათ შემხელდარსებული ბოლო ინფორმაცია. მე უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.